ვინმე გახსოვთ ის იტალიის ღალატი ჟესტები, როცა მან უარი თქვა შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე მაშინ, როცა ამერიკას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს ირანთან ომის დროს. ეხლა ტრამპი სასტიკად იძიებს შურს და იტალიასთან პირდაპირი კრიზისი გამოიწვია მას შემდეგ, რაც იტალიურ ტელევიზიასთან თქვა, რომ ჯორჯია მელონი მასთან ფოტოს გადაღებას ეხოცებოდა საფრანგეთში G7-ის შეხვედრის დროს. ნახეთ, როგორ უყურებს ტრამპი მელონის, როცა ის ცდილობდა მასთან საუბრის წამოწყებას G7-ზე. ეს განცხადება საერთაშორისო მედიაში აფეთქდა ამ პარასკევს 2026 წლის 19 ივნისს, რადგან მან დააზიანა ლიდერი, რომელიც ცდილობდა თავი წარმოიჩინა როგორც ხიდი ვაშინგტონსა და ევროპას შორის. მაგრამ ეხლა თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯარო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა იგი. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მასთან საუბარი არ ჭირდებოდა, აღნიშნა, რომ ფოტო მხოლოდ იმიტომ გადაიღო, რომ შეეცოდა და ჯორჯია მელონი მკაცრი პასუხის მიცემისკენ უბიძგა. ამიტომ ზოგიერთი რამ დაუყოვნებლივ პასუხს იმსახურებს. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად გამოგონილია. პირდაპირ გითხრათ, შოკირებული ვარ. არ ვიცი, რატო იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე მოკავშირეების მიმართ. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი რამ ხდება. მხოლოდ ის მწყინს, რომ იგივე სიმტკიცეს არავლენს. დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრების მიმართ, იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც პირიქით ბევრად უფრო შემცნარებელია. მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს, მე და იტალია არასოდეს ვეხვეწებით. პრობლემა ისაა, რომ იტალიური რეაქცია ფრაზით არ დასრულებულა. ანტონიო ტაიანი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააუქმა ვიზიტი შეერთებულ შტატებში და მთავრობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ მელონიმ დაადანაშაულა ტრამპი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ისტორიული ურთიერთობების განადგურებაში. სწორედ აქ იღებს ეპიზოდი პოლიტიკურ ძალას. ტრამპმა მხოლოდ ერთ ფოტოზე არ გაამახვილა ყურადღება. მან გამოავლინა ევროპელი მოკავშირე, რომელიც მერყეობდა ვაშინგტონის დაკმაყოფილებას ევროკავშირის გზას და ახლო აღმოსავლეთში ომზე დიპლომატიური ზეწოლის არ გათხვეტას შორის. რას ცდილობდა ტრამპი მელონის დამცირებით ეჩვენებინა? რატომ გამოეხმაურა იტალია ასეთი პოლიტიკური შიშით? როგორ შეიძლება ამ კრიზისმა შეცვალოს თამაში შეერთებულ შტატებს, ევროპას, ისრაელს და ირანს შორის? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის სამიტი ევიან-ლე-ლესბენში, საფრანგეთში გაიმართა, სადაც დონალდ ტრამპი და ჯორჯია მელონი გვერდიგვერდ საუბრობდნენ. ტრამპმა იტალიურ ტელევიზია ლაცეტისთან განაცხადა, რომ მელონის ძალიან უნდოდა მასთან ერთად ფოტო გადაეღო. მედიაში გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ტრამპმა განაცხადა, რომ მელონი ეხვეწებოდა მასთან ერთად ფოტო გადაეღო და რომ მან მხოლოდ სიბრალულის გამო დათანხმდა. ეს ფრაზა რომში მტკივნეულად აღიქვეს, რადგან ის პრეზიდენტისგან მოდიოდა, რომელიც ევროპელ მოკავშირეებს ხშირად მკაცრად ეპრობოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთგულების ნაკლებობას ან ორმაგ თამაშს ხედავდა. მელონიმ უპასუხა, დუმილისთვის ადგილი არ დაუტოვა. მან განაცხადა, რომ ეს ამბავი სრულიად მოგონილია. თქვა, რომ გაკვირვებულია ტრამპის ქცევით და გააკრიტიკა მისი განსხვავებული დამოკიდებულება მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც ის და არც იტალია არ ეხვეწებიან. ეს ფრაზა იმისთვის ითქვა, რომ იტალიის მთავრობის იმიჯი საჯარო დამცირების შემდეგ როგორმე გადაერჩინათ, თუმცა ამავდროულად აჩვენა, რომ რომამ დარტყმა იგრძნო. როდესაც მთავრობის ხელმძღვანელს იმის უარყოფა უწევს, რომ ფოტოსთვის იხვეწებოდა, ზიანი უკვე მიღებულია. იტალიის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტი გააუქმა. ამ ჟესტმა ფრაზების გაცვლა დიპლომატიურ კრიზისად აქცია. ტაიანიმ განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვებმა მთელი იტალია შეურაცხო და არა მხოლოდ მელონი. იტალიის მთავრობამ სცადა როგორც შეურაცხყოფილმა ერმა, ისე ემოქმედა. რადგან ტრამპის მიერ გადმოცემული სურათი არ იყო ძლიერი ლიდერის, რომელიც აშშ-ს წინაშე დგას, არამედ პრემიერ-მინისტრის, რომელიც ცდილობს მიიღოს დამტკიცება იმ დროს, როცა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მანძილის შენარჩუნებას ცდილობს. ჯოვანი ბატისტა ფაცოლარი, მელონის ახლო მოკავშირე და მთავრობის ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა, ასევე გამკაცრდა. მან ტრამპი დაადანაშაულა აშშ-სა და ევროპის ისტორიული ურთიერთობების დაზიანებაში და განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი აშშ-ს ევროპულ კონტინენტზე არაპოპულარულს ხდის. ეს რეაქცია აჩვენებს, რამდენად დიდია დისკომფორტი. მელონი ადრე ერთ-ერთ ყველაზე ტრამპთან დაახლოებულ ევროპელ ლიდერად ითვლებოდა.
ის 2025 წელს ტრამპის ინაუგურაციაზეც კი მონაწილეობდა, მაგრამ ურთიერთობა შესუსტა მას შემდეგ, რაც რომმა უფრო ფრთხილად დაიწყო მოქმედება ისეთ სენსიტიურ საკითხებში, როგორიცაა ირანი, ვატიკანი და ევროკავშირის ზეწოლა. ბოლო თვეებში მელონიმსა და ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის ხიდის როლი ეთამაშა, მაგრამ ეს ადგილი ვიწრო აღმოჩნდა. მეორე მხრივ ვაშინგტონი რეალურ თანხვედრას ითხოვდა. მეორე მხრივ ევროკავშირი ცდილობდა შეენარჩუნებინა საერთო ფრონტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების წინააღმდეგ. მელონიმ ყველასთან კარგი ურთიერთობა მოისურვა, მაგრამ ტრამპი ასეთ ორაზროვნებას ჩვეულებრივ არ აჯილდოებს. როდესაც ის შენიშნავს უკან დახევას, დისტანცირებას ან პოლიტიკურ გათვას, როგორც წესი პასუხობს საჯარო გამოფენით. ფოტოზე გაკეთებულმა კომენტარმა ზუსტად იმ მომენტს მოხდა, როცა ეს კრიზისი იტალიასთან იზრდებოდა. ტრამპი კი ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო დიდ ნაბიჯს დგამდა. აქსიოსის მიხედვით, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა და ჰეზბოლამ მიიღეს ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში, რომლის შუამავლებიც შეერთებული შტატები და კატარი იყვნენ. მიზანი იყო ლიბანის ფრონტის შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანთან დაკავშირებული უფრო დიდი პროცესი გაგრძელებულიყო. მიუხედავად ამისა, ზავი თავიდანვე მყიფე იყო. შეხვედრების შესახებ ცნობები გავრცელდა მაშინაც კი, როცა შეთანხმების ძალაში შესვლის დრო უკვე დადგა და ისრაელი აგრძელებდა ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ. თეთრი სახლი სულ შეინარჩუნოს 60 დღიანი ფანჯარა, რათა შეამოწმოს, ასრულებს თუ არა თეირანი თავის ვალდებულებებს ამერიკასთან წინასწარ შეთანხმებულ ხელშეკრულებაში. ეს ვადა განკუთვნილია მტრულობის შესამცირებლად ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების გზის გასახსნელად და იმისთვის, რომ ლიბანი არ გახდეს პროცესის აფეთქების წერტილი. ირანი ამ სვლაში გააზრებულად ჩნდება. ყველაზე სანდო ინფორმაცია აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები და კატარი არიან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მთავარი შუამავლები, მაშინ როცა თეირანი მონაწილეობს როგორც დაინტერესებული მხარე ვაშინგტონთან გაფართოებულ მემორანდუმში და ზეწოლას ახდენს თავის რეგიონულ მოკავშირეებზე. ირანის რეჟიმმა იცის, რომ თუ ჰეზბოლა გააგრძელებს თავდასხმებს და ისრაელი ძალით უპასუხებს, დიდი შეთანხმება შეიძლება დაინგრეს, სანამ განხორციელდება. ისრაელმა ზავი არ აღიქვა, როგორც უკან დახევა. ისრაელის ხელისუფლება მიანიშნა, რომ ძალები დარჩებიან ლიბანის სამხრეთში და ოპერაციები მუქარის წინააღმდეგ გაგრძელდება. ეს ფრაზა ინარჩუნებს ნეთანიაჰუს პოლიტიკურ საფუძველს და ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას დამარცხებად გამოჩნდეს. ამავე დროს ნათლად აჩვენებს, რომ ტრამპი ცდილობს წესრიგის დამყარებას ისე, რომ ნარატივს სრულად არ გადასცემს თეირანს. ის უნდა შეწყვიტოს ცეცხლი იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ისე, რომ არ გაყიდოს ის სურათი, თითქოს ისრაელმა თავისი უსაფრთხოების პოზიციები დატოვა. ამ სურების ფონზე ტრამპად სიმბოლური ნაბიჯი გადადგა შეერთებულ შტატებში. თეთრ სახლში მან ომის ვეტერანებს ღირსებებს მედალი გადასცა, მათ შორის 88 წლის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარი მაიორს ჯეიმს კაპერს ჯუნიორს. კაპერსი ვიეტნამში გმირობისთვის დააჯილდოვეს 10 წლეულების ლოდინის შემდეგ. ცერემონიამ კიდევ ერთხელ გააძლიერა იმიჯი, რომლის წარმოჩენაც დონალდ ტრამპს უყვარს. მთავარსარდალი, რომელიც პატიმს სცემს სამხედროებს, ითხოვს მოკავშირეებისგან და მტკიცედ აწარმოებს მოლაპარაკებებს. კაპერსისადმი მიძღვნილი პატივი შემთხვევითი დეტალი არ ყოფილა. ის მაშინ გამოჩნდა, როცა ტრამპი იტალიასთან დიპლომატიურ კრიზისს აწყდებოდა და ცდილობდა შეენარჩუნებინა შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში. მისი მხარდამჭერებისთვის მედლის გადაცემის სცენა აძლიერებს ძლიერი პრეზიდენტის იმიჯს, რომელიც ვეტერანებთან არის დაკავშირებული და მზადაა იმოქმედოს ევროპული დიპლომატიური ელიტის ნებართვის გარეშე. კრიტიკოსებისთვის ტრამპის აგრესიული სტილი ზედმეტად ქმნის დაძაბულობას მოკავშირეებთან. მაგრამ ფაქტია, რომ ის კვლავ დღის წესრიგის ცენტრში რჩება, მაშინ როცა მისი ოპონენტები და ტები და პარტნიორები მის ნაბიჯებზე რეაგირებენ. გაზეთმა New York Times-მა ტრამპის მმართველობის სტილზე მომზადებული რეპორტაჟი ამ კონტექსტში კვლავ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც მისი აზრით დაკავშირებულნი არიან შეცდომებსა და მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებთან. ერთ-ერთი მოყვანილი მაგალითი ეხება კრის კრეპს, საარჩევნო უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც 2020 წელს ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებები უარყო და შემდეგ აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე გამოძიების სამიზნე გახდა. ეს ეპიზოდი ტრამპის პოლიტიკური მეთოდის ახსნაში გვეხმარება. ის არ ივიწყებს მათ, ვისაც არალოიალურად მიიჩნევს, შიდა ოპოზიციას დეტალად არ აღიქვამს და იყენებს საპრეზიდენტო ძალაუფლებას იმ ადამიანებზე ზეწოლისთვის, რომლებიც მისი თქმით მის გზას ავნებდნენ. ეს სტილი ასევე ჩანს საგარეო პოლიტიკაშიც. ტრამპი დიპლომატიას პირადი ანგარიშსწორებისგან სრულად არ გამოყოფს. მელონი ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელსაც ტრამპთან უკეთესად შეეძლო საუბარი. ზუსტად თავისი კონსერვატიული პოზიციისა და იმის გამო, რომ მან ტრამპთან პირადი ურთიერთობა ახალი კრიზისის დაწყებამდე დაამყარა.
თუ მასაც კი საჯარო ირონიის სამიზნედ აქცევენ, ტრამპისგან უფრო დაშორებული ევროპელი ლიდერები ხვდებიან, რომ გარემო კიდევ უფრო გამკაცრდა. ამერიკული მოთხოვნები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება თავდაცვას, სამხედრო ხარჯებს, საზღვრებს, ვაჭრობას და საერთაშორისო კრიზისებში პოზიციის შეთანხმებას კიდევ უფრო გაიზრდება. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად დაგაინფორმირო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.